ჩინეთსა და ახალ ზელანდიას შორის დიპლომატიური უხერხულობა შეიქმნა. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო დებატების დროს ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პეტერსმა წარმოშობით ჩინელ კანონმდებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდა. პეტერსი პოპულისტურ პარტიას წარმოადგენს სახელწოდებით ახალი ზელანდია უპირველეს ყოვლისა. მას კითხვებს პანდემიაზე მთავრობის პასუხის ეფექტიანობის თაობაზე უსვამდნენ. ვიცი, აქ მხოლოდ 5 წუთის წინ ჩამოხვიდი, დაბრუნდი შენს ქვეყანაში. იქ ხომ ტყუილს ისე ამბობენ როგორც არაფერი, მაგრამ აქ ასე არ იტყუებიან, გასაგებია? ეს დემოკრატია, იმისგან განსხვავებით, რასაც შენ ხარ მიჩვეული. ამიტომ დაბრუნდი იქ, საიდანაც მოხვედი ყბედო და იქნებ დროთა განმავლობაში რამე ისწავლო ახალი ზელანდიის ამ პოლიტიკის შესახებ, სამ 3 თვის შემდეგ აქედან გახვალ. საკითხი უყურადღებოდ არ დარჩენია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ახალ ზელანდიაში პეკინის ოფიციალურ წარმომადგენელს ვან საილუნს მომხდარზე დიპლომატიური პასუხი ჰქონდა. შედგა ოფიციალური შეხვედრაც, რომელზეც ჩინეთის ელჩმა პეტერს პეკინის პროტესტი გადასცა უარყოფითი განცხადებების გამო. ჩვენ არავითარი ინტერესი არ გვაქვს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ვიყოთ ჩართულნი. საკმარისია ითქვას, რომ ზოგჯერ განცხადება უფრო მეტს ამბობს მის ავტორზე, ვიდრე იმაზე, ვის ან რასაც ის ეხება. ეთნიკურად ჩინელი კანონმდებელი, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავდა, მწვანეთა პარტიის დეპუტატი ლოურენს სუნნანია. მისი მისამართით უინსტონ პეტერსის რეპლიკას უკმაყოფილება მოყვა როგორც განცხადების ადრესატის, ისე მისი ავტორის პარტიაში. ქვეყნის პრემიერმა ამ სიტყვებს შეუფერებელი უწოდა. ჩვენ შევნიშნეთ, რომ ახალი ზელანდიის ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ქრისტოფერ ლაქსონმა, ისევე როგორც ახალი ზელანდიის საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, უკვე გააკრიტიკეს შესაბამისი პირის მიერ გაკეთებული განცხადებები. ჩინეთი მუდმივად მხარს უჭერს ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად აირჩიონ განვითარების გზა და სახელმწიფოებრივი მოდელი. დაეწინააღმდეგება დისკრიმინაციისა და ცრურწმენის ყველა ფორმას. ვიმედოვნებთ, რომ ახალ ზელანდიაში შესაბამისი პირები უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს და თავს შეიკავებენ ჩინეთის შიდა პოლიტიკური დებატების თემად გამოყენებისგან. საგულისხმოა, რომ ჩინეთი ახალი ზელანდიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წელს ორმხრივმა ტვირთბრუნვამ თითქმის 24 მილიარდი დოლარი შეადგინა.